ამელკა ისევ არასწორად თამაშობ. ბოდიში. კარგი რა. მარცხნივ და ზემოთ უნდა დაგეჭირა. არ წაიკითხე? არ წამიკითხავს, რადგან კარგად ვერ ვხედავ. გაგიჟდი? დიდი ასოებით ეწერა. ლეო, ნუყვირი. მე ბოლო დროს თვალით კარგად ვერ ვხედავ. და არაფერი რატომ არ თქვი? მოდი მხედველობა შევამოწმოთ. მზად ხარ? კარგი, მარჯვენა თვალი დახუჭე. მაშ რა წერია აქ? ვერ ვხედავ. და აქ? ვერ ვხედავ. როგორც ჩანს ეს არის მ. და ეს? მე ვერ ვხედავ. როგორც ჩანს ეს არის ასოა ლ. ამელკა, როგორც ჩანს საქმე ცუდადაა. მე გითხარი რომ ვერ ვხედავ. თვალის ექიმთან უნდა მიხვიდე. მე გარმინდა. ვიცი რომ საავადმყოფოები არ გიყვარს, მაგრამ ექიმები დაგეხმარებიან. მართალი ხარ? უნდა წავიდე. ნუ ღელავ, არ გეტკინება. ხოლო ცოტათი. მადლობა რომ ასე დამამშვიდე. კარგი, ამელკა როგორ გაქვს თვალები? ექიმმა თქვა რომ რაღაც დაავადება მაქვს. და ახლა რა? დაბმავდები? საბედნიეროდ არა, ჩემი განკურნება შესაძლებელია. მან თქვა რომ ეს სათვალე უნდა გავიკეთო. რამდენ ხანს უნდა ატარო ის? არ ვიცი, სანამ არ გამოვიჯა მთელდები. რა მოხდება თუ მას არ გაიკეთე? მაშინ დაუბრუნდები. არც კი ვიცი რა არის უარესი. რამე თქვი? არა, გაიკეთე. ვაუ, ოთახი ისეთი სუფთაა. ლეო, მოდი ვითამაშოთ. ახლა ყველა კომბინაციის საკითხვა შემიძლია. კარგი. ლეო, რატომ მიყურებ მუდმივად? უბრალოდ ეს სათვალეები, ისინი რაშია საქმე? ისინი უცნაურები არიან. ეს არ მომწონს ისინი, მაგრამ მინდა გამიკონო. კარგი, მოდი ვითამაშოთ. კარგი, ისე ახლა რა? ვერ უყურებ? ბოდიში. დღეს სკოლაში სპექტაკლი იქნება. როგორი სპექტაკლი? ზეთუნახავი და ურჩხული. ისინი ახალმსახიობებს ეძებენ. ეს მოსაწყენია. ლეო, უნდა წავიდეთ. აუცილებლად დაგვნიშნავენ როლზე. პროფესიონალები ვართ. ხო, არ ვიცი. მე რაღაც არ მინდა. ლეო, გთხოვ. წამოდი ჩემთან ერთად რა. იცი როგორ მიყვარს სკოლის სპექტაკლები? კარგი, თუ ასე ითხოვ? Yes! მოვემზადოთ. ზეთუნახავის როლი ჩემი იქნება. ურჩხულო, რატომ მიმალავ ამ შენიერ ვარდს? მე ურჩხულის როლს არ შევასრულებ. ფიქრობ ეს როლი შენთვის იდეალური იქნებოდა. ამელკა. ამ სათვალით წახვალ კასტინგზე? კი, ექიმმა მითხრა რომ არ მომეხსნა. რატომ? არაფერი. ლეო, დამიჯერე. ამ სათვალეებს ყურადღებასაც კი არავინ მიაქცევს. ისე? ეჭვი მეპარება. გამარჯობა ყველას. გამარჯობა მართა. ამელკა, შენც მიდიხარ კასტინგზე? კი, მინდა ზეთუნახავის როლი მივიღო. ჯანდაბა, მეც მინდოდა. მაგრამ შენს წინააღმდეგ შანსი არ მაქვს. კარგი რა. მართა, არ ინერვიულო. გევის ხალორიც იქნება. კარგი, მართალია. მაშასე, მზად ხართ? კი. მაშინ წავიდეთ. რა არის სასაცილო? ეს სათვალე ისეთი მახინჯია. უბრალოდ საშინელებაა. ვიდეოსთვისაა, ხო? სინამდვილეში მე მათ ვატარებ. სერიოზულად? კარგი, გოგოებო, დროა წავიდეთ. უამელია ამ სათვალით წავა. მაშინ დუმისცემ უფლებას ჩემთან მოვიდეს. მართა ისეთია. დამშვიდი ამელკა. უბრალოდ სათვალე დიდად კარგი არ არის. საკმარისია სათვალეებზე ლაპარაკი. სწორია, უბრალოდ დააიგნორე. მე
ძალიან გამიმართლა. ეს ჩემი ოცნების როლია. გილოცავ მართა. შენს კარგი როლი გაქვს. კი, მაგრამ საერთოდ არ მინდოდა თამაში. და რატომ მიხვედი კასტინგზე? ამელკას გამო. ამელკას გამო? ის ხომ ლუზერია. ამელკა ჩემი მეგობარია. სხვათა შორის სად არის ის? ამელკა მოიცადე. როგორ ხარ? თუ ყურადღებას არ მივაქცევ თიმ ფაქტს, რომ თელი სკოლა დამცინოდა, მაშინ ყველაფერი კარგადაა. ო, დაივიწყე. მალე მოიხსნი ამ სათვალეს და ყველა შეწყვეტ შენზე ციცილს. სულელი ხარ, საქმე სათვალეებში არ არის. სათვალის გარეშე არავინ მოგეყენებდა შეურაცხყოფას. შენ არ გესმის. ჯობია ახალ მეგობართან წახვიდე. ის შენი მეგობარიცაა. აღარ, მე ის გუშინ თევი დღე დამცინოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს არ უნდოდა. ალბათ ის კმაყოფილია, რომ ჩემი როლი მიიღო. კარგი რა. ამელკა, კარგი როლი გაქვს. ურჩხულის როლი ნორმალურია? ხუმრობ? ჯობია რეპეტიციაზე წავიდეთ. წადი, მოგვიანებით მოვალ. პატარა ქალაქში რამდენიმე წყნარი ქუჩა. იგივე დღე, რაც გუშინ იყო. სად არის ურჩხული? რეპეტიცია უნდა გავიაროთ. ამელკა თქვა რომ მალე მოვა. მისმინე, რატომ ღელა მასზე ასე? ის ლუზერია. ამელკა ლუზერი არ არის. არის. მე ვნახე როგორ ექცეოდნენ სკოლაში. რას ვთავაზობ? ჩემი მეგობრულის რჩევა, მასთან მეგობრობა ამას შეწყვიტო. ვერ გავაკეთებ. მე და ამელკა დიდი ხანია მეგობრები ვართ. მას ვერ მივატოვებ. მაშინ მალე შენც ისეთივე ლუზერი გახდები, როგორიც ამელკაა. არა, ეს არ მინდა. არ მინდა. განდაგზე ამელკასთან მეგობრობა და ასე იქნება. ნახავ. როგორ შევძლო ამელკასთან კომუნიკაცია? მასთან საუბარი გინდა. ისე ელაპარაკე როგორც ლუზერს. შეხედე ვინ არის აქ. კარგი, ვივარჯიშოთ. სანამ დავიწყებდეთ, ამელკა წყალი მომიტანე. კარგი, მოიცადე ერთი წამი. ისე? ამელკა შეგიძლია როლზე უარი თქვა, სანამ გვიანი არ არის. არა, მე არასდროს ვამბობ უარს როლზე და ნებისმიერი როლის თამაში შემიძლია. დიახ, ლუზერის როლის თამაში საუკეთესოდ გამოგდის. ლუზერი? მართა, რას აკეთებ? ამელკა, ბოდიში, ეს შემთხვევითობა იყო. არა, დავინახე, რომ ეს განზრახ გააკეთე. შენ ამის დამტკიცებას ვცდილობ. ამელკა, ეს უბრალოდ წყალია. შეწყვეტი აქ სკანდალების ატეხვა. ლუზერები ყველა ასეთები არიან. კარგი, მოდი რეპეტიცია გავიაროთ. მართა, შენ იქ დადექი და შენ იქ დადექი. გასაგებია? ამელკა, შენს წვეთენ ბრძანებლობა. თავარი როლი მე მაქვს. სინამდვილეში ჩემი როლის თავარია. კი, შენს სიზმრებში. გამემორჩილები. გესმის? მართა, სულიად რა გიზდი? ლეო, უთხარი მას რამე. კი, ლეო, უთხარი. ისე? ხოდა, ამელკა, ლუზერებს საუბრის უფლება არ აქვს. სორია, ლეო. ლეო, შენს. რა უკნა თუ ლუზერი ხარ? მაშასე, გადავიდეთ რეპეტიციაზე. კარგი. ლეო, ისტამაშო? მე სასანთლე ვარ. ურჩხულზე უკეთესია. ლეო, იქეთ წადი. კარგი. აქ შენ ნამდვილ სასანთლეს დაემსგავსები. მეც მჭირდება კოსტუმი. მე მაქვს მაქსიისა და დათვის კოსტუმი. რომელი ჯობია? რამშვიდი. შეგიძლია შენი როლი კოსტუმის გარეშე ითამაშო. შენ გამუდმებით მამცირებ. ნუ ღელავ, კოსტუმის გარეშე შემიძლია ჩემი როლის შესრულება. საკმარისია. რეპეტიციას თქვენს გარეშე გავივლი. შეხედე როგორი მგზნობი არია ის. ამელკა, შეგუე ამას. ცოტა მეწოდება ამელკა. რატომ უნდა გეწოდებოდეს ის? ლუზერია. რატომ არიან თინეიჯერები ასეთი ბოროტები? ნუ თუ ეს ყველაფერი სათვალის გამოა? არც ისე ცუდად გამოვიყურები მათში. იმედია ხუმრობენ და შეწყვეტნენ. ვიმედოვნებ. შეგვიძლია ამელკას დაუძახოთ? კი, მე ლუზერებთან არ ვთამაშობ. არც მე. ლანჩის დროა. როგორც იქნა, ძალიან მშიერი ვარ. ისეთი გემრიელი სუნი აქვს და როგორც იქნა ლანჩი, ცოტა სიხარული მაინც მექნება ახლა. ახი რა შვება ისე. შეხედე. არ არის კარგი ვინმეს ზურგს უკან ჩურჩულით საუბარი. მე კიდე მგონია შენ არ ხარ ლამაზი. ჰო, კარგი, ის არ მახინჯია. მაინტერესებს რა სიტყვით ჩემზე. გასაგებია? ჰეი, ვინ მოქვს აქ დაждომის უფლება?
სინამდვილეში ყოველთვის არ გზივარ მე. ამელკა, შენი გარეგნობით მანდას გვიფუჭებ. მაშინ სადულად დავჯდე? ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ადგილი ლუზერებისთვის. ეს უკვე ძალიან მეტისმეტია. ამელკა, ჯობია იქ დაჯდე, თორემ გარეთ გახვალ. სწორია, ლეო. ახლა მე შევჭამ. კარგია, მაგიდასთან ჯდომა ლუზერის გარეშე. რა თქმა უნდა. საერთოდ არ ვარ დანაყრებული. კიდევ რამე გააქვს? არა, მაგრამ ვიცი, სად შეიძლება საჭმის შოვნა. სწორია. ჰეი, ლეო, ეს ჩემი სენდვიჩია. შენ უკვე შეჭამე შენი. ლუზერებმა საჭმელი უნდა გასცენ. მე არ დავნაყრებულ ვარ. რა გემრიელია. გემრიელად მიირთვი. ამბობენ, რომ თამაშები დამამშვიდებელია. მოდი შევამოწმოთ. მოიცადე. ჰეი, რატომ თამაშობ ჩემს კონსოლზე? მაგრამ ეს ჩემი კონსოლიცაა. საშინაო დავალება შეასრულე? მე ის ჯერ კიდევ გუშინ გავაკეთე. გაწმნებული ხარ? რა თქმა უნდა, მე მათ ყოველთვის ვაკეთებ. რა არის ეს? საშინაო დავალება. ესენი შენი რეულებია. ჩემი საშინაო დავალება უნდა შეასრულო. ჰა? და რატომ უნდა გავაკეთო ეს? კი, ამელკა, მე შემისრულე საშინაო დავალება. მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. ეს თქვენია და თქვენ თვითონ გააკეთეთ. გააკეთეთ. ან შენ გააკეთე ჩვენი საშინაო დავალება, ან ჩვენ ტუალეტში ჩაგკეტავთ. ლეო, შენგან ამას არ მოველოდი. ყოჩაღ, ლეო. წუხარ ამელკა, მაგრამ არ მინდა შენსავით ლუზერი ვიყო. და ამელკა, ერთი შეცდომას არ დაუშვა. დიახ, ყურადღებით წერე. თუ ყურადღებით დავწერ, მასწავლებელი არ დაიჯერებს, რომ თქვენი საშინაო დავალებაა. რა თქვი შენ ახლა? ჩემგან მიცოდე მიიღებ. ისინი მოგვიანებით ინანებენ. ჯანდაბა, ისე უნდა ავაწყოთ. შეგიძლია დამეხმარო? მე უკეთესი იდეა მაქვს. ამელკა, მოდი აქ. ხო, ჯენგა შეაგროვე. ლეო, არავინ აბოქს გთხოვს ლუზერებთან. ამელკა, სწრაფად დააწყო ჯენგა. ასე უკეთესია. ავაწყობ. ჩემთვის თული არ არის. შეაგროვე. მიდი, იჩქარე. და როგორ მიდის დავალების წერა? თითქმის ყველაფერი უკვე გავაკეთე. კარგი, ახლავე შევამოწმოთ. სულ ესაა, ავაწყე. ამელია, მოდი აქ. დიახ, რა არის ეს? ეს შემთხვევით კალმით გავაკეთე. ეს ცუდია. მხოლოდ პატარა ხაზია. მასწავლებელი ვერსკი შეამჩნევს. ხედახვა გადაწერე. ო, ამელკა. და ჯენგაც ააწყე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღეა. ბავშვები, ძალიან მეტად ჩაგრავეთ. მირჩევნია ჩემს ოთახში დავშე და აღარასდროს გავიდი არსად. სად არის ამელკა? არ ვიცი, დამევიწლა ის. მან ჩემი საშინაო დავალება შეასრულა თუ არა? ვაუ.
ყველაფერი იდეალურად მოგვარდა. შესანიშნავი იდეა იყო, მართა. ლუზერი შენი პირადი მსახურია. მაინტერესებს სად არის ამელკა? ალბათ თავის ოთახში ტირის. უნდა წავიდეთ და გავიგოთ როგორ არის? უკეთესი იდეა მაქვს. კარგი, მოდი მის ოთახზე დავკიდოთ. ახლა ყველა მიცის რომ აქ ლუზერი ცხოვრობს. ამელკა, მე სხვა იდეა მაქვს. წავიდეთ. ისე? ის კიდე უფრო გავს ამელკას. სორია, სადმე დავკიდოთ. ლეომ ლანჩი წამართვა. მე ჯერ კიდევ არ მიჭამია. ერთი წუთით ოთახიდან უნდა გავიდე. ლუზერის ოთახი, ეს ლეო და მართა, პარაზიტები. უბრალოდ არ ვაპირებ ამის გატარებას. ჰეი, რატომ გააფუჭეთ სურათი? ჩვენის არ გავაფუჭეთ, პირიქით, გავაუმჯობესეთ. კი, ამიტომ მადლობა გადაგვიხადე. რას აკეთებ? ლუზერი, ჰაჰა. მე თქვენ ძუ ხართ. ჩემს ოთახში ბრუნდები. ჩემი შოკოლადი, როგორც იქნა ჭამას ვაპირებ. ეს ჩვენთვისაა. დამიბრუნე. ლეო, მომეცი, ლეო. დამიბრუნე. მართა. პარაზიტებო, ეს ჩემია. ლეო, გაიგე როგორ დაგვიზახა? ეს სიმართლეა. ამელკა, წადი მაღაზიაში და იყიდე მეტი ტკბილეული. კარგი, წავალ. უბრალოდ ფული მომეცით. ფული შენ გაქვს. ისე? ან იქნებ მეგობრები გეცოდება? თქვენ საერთოდ არ ხართ ჩემი მეგობრები. გამიშვით. ამელკა, გინდა თუ არა მაღაზიაში უნდა წახვიდე. ეს არ აქცდება. და რაც უფრო მალე, ვით უკეთესი. კარგი, მივდივარ. ისე? შეხედე როგორი მორჩილი გახდა. ლუზერო, იყიდე პოპკორნი და კოკა-კოლა. რა გვაქვს აქ? ამაკას მაკიაჟის ჩანთა? კარგი, კირი, გამომადგება. ეს ბლუზა ყოველთვის მომწონდა. ეს ამელკას დასაცმელია? დიახ, ლუზერებმა უნდა მოგცენ. იმედი მაქვს, რომ ისინი ნამსხვრევში შეჭამენ და კეთილები გახდებიან. და აი ამელკაც. გამარჯობა. ჰეი. შემიშვით. ჩემი საყვარელი პოპკორნი. მადლობა ამელკა. გააღეთ კარი. ბოდიში ამელკა, მაგრამ ჩვენი შემოსასვლელი ლუზერებისთვის აღარ არის. ისე? დიახ, არ მინდა ლუზერი ვიყო. და ვის უნდა? ამელკა, და როგორ მოხვდი სახლში? დაგავისდა რომ მეორე შესასვლელიც გვაქვს. ოჩახ, ასე უნდა შემოვიდნენ ლუზერები. ჰეი, მართა, ეს ჩემია. რა არის შენი? ბლუზა და კოსმეტიკური საშუალებებით სავსე მაკიაჟის ჩანთა. ეს შენი იყო. ჩემი გახდა. ჩემი ნივთების აღების უფლება არ გაქვს. რატომ მჭირდება? სათვალის შეღებოს აპირებ? ძალიან დავიღალეს თქვენით. ვაუ, როგორ ჩანს გაბრაზებულია. არაფერია, ის ამას გადაიტანს. მორჩა, ოტბინება ამომეწურა. რამე უნდა გავაკეთო მათთან დაკავშირებით. დაფიქრდი ამელკა, დაფიქრდი. გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს. ვიცი, ისინი ამით აუცილებლად გავაგდებიან. ბევრი სიტყვა გააქვს? მეჩვენება რომ ძალიან ბევრიც კია. ამელკა, სად არის შენი სათვალე? გადავწყვიტე რომ აღარ გავიკეთო. არ მინდა რომ ლუზერი ვიყო.
კარგი, რადგან აღარ ხარ ლუზერი? რადგან ის აღარ არის ლუზერი, შეუძლია ჩვენთან ერთად გაატაროს დრო. კარგი, კი. შვენიერია, ძალიან მიხარია რომ ისე მეგობრები ვართ. ამელკა, ნუ გეწყინება. ხომ იცი სკოლაში გადარჩენის წესები ასეთია. არჩევანი არ მქონდა. არა უშავს ლეო, დავივიწყოთ. აჰა, აიღე. დღეს ბევრი არაფერი გიჭამია. ამელკა რა გჭირს? არაფერია. უბრალოდ სათვალის გარეშე ყოფნას არ ვარ მიჩვეული. რატომ არ იკეთებ სათვალეებს? არა, მადლობა, არ მინდა ისევ ლუზერი ვიყო. ამელკა, რეპეტიციას გავდივართ. წამოდი ჩვენთან. კარგი. უბრალოდ წამიკითხე სიტყვები, რადგან საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავ. კარგი. აი შენი ფრაზა. მაშ რას აკეთებ აქ? მე ამ ციხის ბატონ პატრონი ვარ. აბა, რას აკეთებ აქ? მე ამ ციხის ბატონ პატრონი ვარ. მამბა ჩემი დაუშვი. ოპს, ამელკა, ეს სცენარის მიხედვით არ არის. მე ვერაფერს ვერ ხედავ. ჩემს ხელს ხედავ? საერთოდ ვერაფერს ხედავ. ყველაფერი შავია. ამელკა, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებო, მგონი ბრმა ვარ. რა მეშველება? ამელკა, ნუ ღელავ. რამეს მოვიფიქრებთ. მართა გამომყევი. ჯანდაბა, მგონი ამელკა ჩვენს გამო დაბმავდა. როგორც ჩანს, სათვალე რომ ეტარებინა, განიკურნებოდა. ჩვენ მასთან უნდა დავბრუნდეთ. როგორ ხარ? მეშინია, ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა. ვერაფერს ხედავ. აი, აიღე. სულ ედო ის ვერ ხედავს. სწორია. აი, ეს მუქი სათვალეა. ისინი უნდა დაგეხმარონ. როგორ დაეხმარებიან ისინი არ მას? ვიცი, ყველა უსინათლო ატარებს მათ. ლეო, რა სულელი ხარ? ამელკა, გვაპატიე. ბოდიში, ჩვენს გამო შეწყვიტე სათვალის ტარება. არაფერია, მაგრამ ახალ დახმარება მჭირდება. ამელკა, ყველაფერში დაგეხმარები. დაგვიძახე ნებისმიერ დროს. კარგი, შეგიძლიათ მაჭამოთ? ძალიან მშია. რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის. რა გინდა? სუპი, სუში, შაურმა, ყველაფერს მომამზადებ. ნებისმიერი რამე. ეს იოგურტია. მე თვითონ გავაკეთე კარამელით. ამელია, გააღე პირი. რას ფიქრობ? მე ძალიან ვეცადე. მადლობა მართა, ძალიან გებრიელია. კარგი ამელკა. და ახლა დაგიბრუნებ შენს ნივთებს. რატომ? მე აღარ მჭირდება ისინი. ახლა ვერაფერს ვხედავ. არ მინდა. მაგრამ იქეთ გამოჯამრთელდე. არა, ექიმმა თქვა რომ ვერასდროს დავინახავ. რა? ამელკა, მაპატიე. უკვე ვეღარაფერს შეცვლი. ისე? ამელკა, გინდა კინოში წაგიყვანო? პლანეტარიუმში? კარგი, სადაც გინდა ყველგან წაგიყვან. ეს არ არის საუკეთესო ადგილი უსინათლოებისთვის. ამაზე არ მიფიქრია. კარგი. დანაყრებული ვარ. ახლა საწოლზე წოლა მინდა. რატომ არ წვები აქ? მეორე სართულზე გასასვლელად შორი გზაა. არა, მე ჩემს საწოლში მინდა წასვლა. კარგი, წაგიყვანთ. რა? ძიუს მოვახერხეთ. კარგი, ამელკა, ახლა კარგად ხარ? კარგი. გადავიფიქრე. პირველ სართულზე წამივყანეთ. მინდა ჩვენი ვიდეოების მოსმენა. მე ხომ მაღას შემიძლია მათი ყურება. მაგრამ ამელკა, ძის მოგიყვანეთ აქ. ასია? ყველაფერი თქვენი ბრალია. დამაბრმავეთ და ტელევიზორთანაც კი ვერ მიყავართ. კარგი, ახლა წაგიყვანთ. მართა, ახლა შენაწია მისი ფეხები. ადექი, მინდი მართა, ფეხები ხელებზე მოკიდე. ფრთხილად. შუბიკი არ ხარ. დავიღალე. ალბათ 10 კილო დავიკელი. ჩართეთ ვიდეო, სადაც ჯერაც არ ვარ დაბმავებული. ამ ვიდეოს წარმოვიდგენ, სანამ დამოვიწყდება. თუ რამე დაგჭირდება, მაშინვე დამიზახე. ჩვენ დასასვენებლად წავალთ. ლეო, აქ ხარ? კი, აქ ვარ. ბალიში რომ დაარბილო, გთხოვ? ძალიან მაგარია. ამირბილე ცოტა რა. კარგი. ესე კარგია? იქ არა. კარგია, მადლობა.
კიდევ რა? ძალიან მენატრება სინათლე. მართა აღწერე რა ხდება ფანჯის მიღმა. ბნელდება, ბალახი მწვანეა, ასფალტი ნაცრისფერია. ლეო, აქ ხარ? დიახ. მომიტანე ჩემი წიგნები. რატომ? რატომ და? წარმოვიდგენ რომ ვკითხულობ. ბავშვებო, კიდევ შეგვიძლია მოგიტანოთ რამე? არა, მინდა დავიძინო. იმედია კარგ სიზმარს ვნახავ. ამელკა ისეთი საზიზღარია. ჩვენ საზიზღრები ვიყავით. არც ისე ძალიან. ისე? ის დაბრმავდა, რადგან ჩვენ ჩაგრავდით. დიახ, და ახლა ის ჩაგრავს. ჩვენ ამას ვიმსახურებთ. არ უკამათობ. ახლა რა? ვერ ვიძინებ. ზღაპარი გინდა წაგიკითხო? შეგიძლია ორი ნამსხარი მომიტანო? იქნებ თბილეულმა გამამხიარულოს. სად არის? ხომ არ დავისწრები? კარგი. ამელკა ეს რა იყო? სათვალის გარეშე როგორ დაგვინახე? სულელოდეო. ავად არ ვყოფი ვარ. სათვალის ნაცვლად ლინზები შევუკვეთე. კარგი. რა თქმა უნდა, ამელკა უბრალოდ ჭკუა გვასწავლა. იმედი მაქვს გაკვეთილი გაიგეთ. რა თქმა უნდა, ვწუხვარ ამელკა, ძალიან გსხვენია. ჩვენ აღარასდროს აღარავის ვაწვდით. ბავშვებო, იმედი მაქვს ისე არ მოიქცევით, როგორც ლეო და მართა. ჩვენ გვყავს ყველაზე კეთილი მაყურებლები. მათ ყოველთვის მოსწონთ ჩვენი ვიდეოები. ვაუ, ახლაც კი? რა თქმა უნდა, ახლაც. ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო და დამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ